მოგესალმებით. ვინაიდან ისეთმა ვერაგმა სენმა, როგორიც ნერვოზია, უკვე თითქმის ყველა ადამიანში შეაღწია, ხოლო ღმერთის მიერ დადგენილი კანონმდებლობა კი ყველას თავის ცოდნაში სცდის, ამიტომ გაგიზიარებთ საკუთარ თავზე გამოცდით მიღებული პრაქტიკული შედეგით დადასტურებულ ცოდნას და გაცნობებთ მისგან სრულად განკურნებისათვის უტყუარ მეთოდს. უპირველეს ყოვლისა კი განმარტავს სნეულება ნერვოს, რომელიც ადამიანებში სხვადასხვა სახეობრივი ფორმით ვლინდება, როგორიც არის მაგალითად დეპრესია, შფოთვითი აშლილობა, შიზოფრენია და სხვა. მართალია ყოველი მათგანის ჩამოსაყალიბებელი მიზეზები სხვადასხვაა, მაგრამ აღმოცენების საფუძველი კი ერთადერთია მხოლოდ და სწორედ მასზე ვისაუბრებ ახლა. ცნობილია, რომ ადამიანის ნერვული სისტემა შედგება ცენტრალური ნერვული სისტემისა და ვეგეტატიური ნერვული სისტემისაგან. ისიც ცნობილი არის, რომ ცენტრალური ნერვული სისტემა ემორჩილება ცნობიერს და არის ჩვენი სურვილების შემსრულებელი, ხოლო ვეგეტატიური ნერვული სისტემა კი ემორჩილება ქვეცნობიერს და არის მის ბრძანებათა შემსრულებელი. რაც შეეხება თავად ქვეცნობიერს, იგი წარმოადგენს სულის პროგრამა გონებას, რომლითაც განპირობებულია სიცოცხლე და ფუნქციონირებს მაშინ, როცა ადამიანს სძინავს. თანახმად კანონისა, როცა ადამიანებს ძილქუში ეცემათ, როცა თავიანთ საწოლზე თვლემენ, მაშინ ხსნის გონება ადამიანის ყურს და ბეჭედს უსვამს მათთვის შეგონებას. მისი ფუნქციონირებაც ხდება იმ ენერგიის ხარჯზე, რომელსაც სხეული გამოიმუშავებს იმ მიზანმიმართული მუშაობით, ადამიანის სხეული რომ შეასრულებს ღმერთის მიერ დაწესებული კანონმდებლობის დაცვით. ამიტომაც დაავადება ნერვოზი ყალიბდება მაშინ, როცა ადამიანი თავის ცხოვრებას წარმართავს ღმერთის მიერ დაწესებული კანონების არ დაცვით. ვეცდები წარმოვსახო ის სურათი, თუ როგორ ხდება ამ სენის ჩამოყალიბება. მოგეხსენებათ, რომ ადამიანის ორგანიზმი წარმოადგენს ისეთ მინი ფაბრიკას, რომელიც ნივთიერებათა ცვლის შედეგად ახორციელებს სისხლის გამომუშავებას, საიმისოდ, რომ სხეულმა იფუნქციონიროს. რაც შეეხება სისხლის შემადგენლობას, მისი გაშიფრვა შესძლო მედიცინამ და სისხლის ანალიზის მეშვეობით იგებს იმას, არსებობს თუ არა ორგანიზმში პათოლოგია. მაგრამ მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო სისხლის იმ მთავარ კომპონენტზე, რომლის ანალიზის გაკეთებაც ლაბორატორიულად შეუძლებელია და არის ის, რასაც მასზე ბიბლია ამბობს, რომ სისხლში სულია. უკვე საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანის სიცოცხლე სულით არის განპირობებული და როგორც ბიბლია გვაცნობებს, ორგანიზმში მის ფუნქციონირებაში ლომის წილი თურმე სისხლს რგებია. სულის შესახებ უკვე არსებული ცოდნიდან გამომდინარე კი ცნობილია ისიც, რომ სული არის სული წმინდის ძალით დამუხტული ველი, რომელიც კოსმოსიდანაა მოზიდული და ადამიანში მისი საარსებო გარემო ტვინის ღრუბლისებრი შრია. ხოლო მისგან თუ კი რა რაოდენობის ენერგიის გადინებას უნდა ექნას ადგილი, ამის გამომთხოვი კი ტვინის ქერქია პროგრამა აზროვნების ფუნქციონირებით. მოგეხსენებათ, რომ ადამიანი არის არსება, რომელიც მიღებულია სულისა და ხორცის შერწყმის გამთლიანებით. ამიტომაც ამ მთლიანობამ რომ იარსებოს, უნდა მოხდეს თითეული მათგანის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება. მისი ღმერთისაგან დაწესებული სტანდარტიც ასეთია: 70% სულის წილი და 20 კი სხეულის. აი ამგვარი პროპორციით იბადება ადამიანი და მან რომ ეს თანაფარდობა შეინარჩუნოს, ამისათვის საჭიროა გონებაში მყოფი კანონების დაცვით იცხოვროს, რადგან ადამიანის გრძნობების სახეობაც და სიმყარეც მათ დაცვა არ დაცვაზეა დაფუძნებული. რაც შეეხება ადამიანის მთელ საქმიანობას, მათი აღმძვრელიც სწორედ ეს გრძნობებია. ამიტომ თუ კი პიროვნება შესძლებს იცხოვროს ამ კანონთა დაცვით, მაშინ მას აღარ შეექმნება პრობლემები და მისი ცხოვრებაც ისეთი იქნება, რასაც სრულყოფილი ბედნიერება ჰქვია. ვინაიდან და რადგანაც ასეთი ცხოვრებით არავის უცხოვრია, იმიტომ რომ ადამიანებმა ჯერაც კი არ იციან ამ ცოდნის შესახებ, ამიტომ არც პრობლემები მოჰკლებია ვისმეს და ასე მიედინება ის პროცესია, რასაც საკაცობრიო გენეტიკა ჰქვია.
და სწორედ ამიტომაც იქნა დაწესებული იგი, რათა ადამიანური გრძნობები გამყარებულიყვნენ საიმისოდ, რომ აზროვნებას იმ ცოდნისათვის მიეგნო და ერწმუნა, რაზედაც ახლა ვსაუბრობ. ასეთ აზროვნებას კი გონიერი აზროვნება ჰქვია და მისი არსებობა თავისთავად ითხოვს გონიერი სხეულის არსებობასაც. რას ნიშნავს გონიერი სხეული და როგორ ხდება მისი მიღება? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მოვიშველიებ ბიბლიის შემდეგ კანონს. რადგანაც ხორცს სულის საპირისპიროდ სურს კი ხორცის საპირისპიროდ, ამიტომ ისინი ეურჩებიან ერთმანეთს, რათა ვერ იქმოდეთ იმას, რაც გსურთ. გამომდინარე ამ ცნობიდან მისახვედრია, რომ სხეულის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო გრძნობათა სამართავი ენერგია საპირისპირო ყოფილა სულის მაფუნქციონირებელი ენერგიისა, რომელიც სულიწმიდის სახეობა. ხოლო ყოველივე აქედან გამომდინარე კი შეიძლება გაკეთდეს ასეთი დაცკვნა. ხორციერი სურვილების დასაკმაყოფილებელი ენერგია ყოფილა არაწმინდა სულის სახეობისა, რასაც ბიბლიაც ამოწმებს და ამბობს, რომ რჯული სულიერია, ადამიანი კი ხორციელი ცოდვას მისყიდული. და რომ ადამიანი თავისი გონებით ღვთის რჯულს ემონება, ხოლო სხეულით კი ცოდვის რჯულს. ხორცის საქმეებიც აშკარაა და არის სიძა, უწმინდურება და თავაშვებულება, კერტმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, შური, რისხვა, მწვალებლობა, უთანხმოება, სიძულვილი, კვლელობა, ლოთობა, გაუმაძღვრობა და სხვა ასეთი. ხოლო სულის ნაყოფი კი სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება და სიკეთე. ახლა კი გავაკეთებ იმის ანალიზს, თუ რა მოვა სული სხეულის ნაერთით გაერთიანებულ მთლიანობას, თუ კი ის წესები არ იქნება დაცული, რომელთა დაცვაზეც არის დაფუძნებული ამ ერთობის სიმყარე. უპირველეს ყოვლისა კი უნდა განვაცხადო იმ ფაქტორის შესახებ, რაზედაც დგას ეს სიმტკიცე და ის არის სიმშვიდის დონე, რომელიც გააჩნია ასეთ პროპორციას: 70% სულიერების მოთხოვნილებათა შესრულების დათმობას და 30% კი ხორციელისას. მაგრამ აქ ერთი მეტად მნიშვნელოვანი ნიუანსია გასათვალისწინებელი და კერძოდ კი ის, რომ სულიერ თვისებათა მოთხოვნების მიმართ ადამიანებს არ გააჩნიათ სწორი მიდგომა, იმის გამო, რომ ყველას სათავისოდ ესმის სწორი და არასწორი. თუმცა სინამდვილეში არსებობს ერთი სწორი და უამრავი სწორად შერაცხული არასწორი. იმისათვის, რომ ეს საკითხი სადავო არ იყოს, ამიტომ მიმართავ ბიბლიას, რომელიც არის იმ კანონთა წიგნი ყოველ ადამიანს სულის გონებაში რო აქვს ჩაწერილი. ვნახოთ, რას ამბობს იგი ამ საკითხის შესახებ. სული ღმერთია, ღმერთი სიყვარულია. სიყვარული კი სულგმილების კავშირია და რომ სიყვარული სულგრძელია, ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტამნობს, არ სჩადის უწესობას და თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს. არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს. ყოველივეს იტანს, ყოველივეს სწამს და ყველაფრის სასუება აქვს. ყოველივეს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება. სიყვარულში არ არის შიში, არამედ სრულყოფილი სიყვარული სდევნის შიშს, ვინაიდან შიში ტანჯვაა, ხოლო მშიშარა კი არ არის სიყვარულში სრულყოფილი. მაშასა მე აქ წარმოდგენილი ცნობებით გასაგებია ის, რომ ადამიანმა ჯანმრთელად და სრულყოფილი ბედნიერი ცხოვრებით რომ გავლოს თავისი დედამიწული ცხოვრების დრო, ამისათვის საჭიროა მისი ნერვული სისტემის მდგომარეობის სიმშვიდის ზღვარი გაწონასწორებული იყოს 70-30-ზე დონეზე, სულის კეთილ-თვისებათა გააქტიურების უპირატესობით. მხოლოდ ასეთ ადამიანში მყოფობს სრულყოფილი სიყვარული და იგი გამოირჩევა ისეთი თვისებებით, როგორიც არის სიმშვიდე, სიმართლით კეთილმოუბრობა, უანგარობა, სამართლიანობა, ის არ ჩხუბობს, არ ილანძღება, მის ლექსიკაში არ არსებობს უზმაწური სიტყვები, არავის ჭორავს, არ პირფერობს, არ ფარისევლობს, არ ცდილობს სხვის დამცირებასა და გულის ტკენას, არ მედიდურობს, არამედ არის თავმდაბალი, არის მამაცი, მობიერი, მიმტევებელი და გულმოწყალე. ვერ ურიგდება უსამართლობასა და სიცრუეს, არავის განიკითხავს და არის კაცთმოყვარე.
ამიტომ ღმერთი ასეთ პიროვნებებს აჯილდოებს სიბრძნის შეცნობის უნარით და მისით აღჭურვაც მათი მოწოდება კიდეც. თანახმად კანონისა, ღმერთს არავინ უყვარს გარდა იმისა, ვინც სიბრძნით ცხოვრობს. სიბრძნეს კი ვერცლებს პროდევა. რადგანაც ნერვოზის მთავარი მახასიათებელი ნიშანი ადამიანის სიმშვიდის ზღვარის დარღვევა და მრისხანების მდგომარეობაში გადასვლაა, ამიტომ გადაჭარბებულად ნათქვამი არ იქნება ის, რომ სწორედ ნერვოზია საფუძველი ნებისმიერ დაავადებათა გამომწვევი მიზეზებისა. ის იმდენად შელიღებული და ვერაგისენია, რომ ხშირ შემთხვევაში დიდი ხნის განმავლობაში ფარულად მიმდინარეობს და არის ნებისმიერი დაავადების წინამძღოლი. ამიტომ სრულად რომ განიკურნოს ადამიანი, სამისო აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ მან ნერვოს უნდა დააღწიოს თავი. უფრო მეტსაც გეტყვით ამ სენის შესახებ. მას იმის უნარიც კი შესწევს, რომ ადამიანს უბედური შემთხვევაც გამოაწვევინოს და შესაძლოა ისიც, რომ სიკვდილიც აპოვნინოს. ნუ გაიკვირვებთ, ეს სინამდვილეა და თუ კი როგორ ხდება ეს, ამას ახლავე ავხსნი. ადამიანის თავს დატეხილი ყველა უბედურების საფუძველი ის არის, რომ მან თავიდანვე უარი განაცხადა ღვთის მიერ დადგენილი კანონების დაცვაზე. რამაც გამოიწვია გონების საფუნქციო არეალის შეზღუდვა და გამოხატულება ჰპოვა ადამიანურ გრძნობათა სახეცვლილებებში. გრძნობები კი ის მმართველები არიან, რომელნიც განსაზღვრავენ ადამიანის ქმედებათა მოტივს, რასაც მთავარი როლი ენიჭება ბედისწერის განკარგვისას. რამე თუ გრძნობათა სახეცვლილებები ასახვას პოვებენ იმ აზროვნებაზე, რომლის განსჯაც მთლიანად მათვე ეყრდნობა კიდეც. რამაც ის სამწუხარო შედეგი გამოიღო, რომ აზროვნებას მიზეზ შედეგობრივი კავშირის სიღრმისეული განხილვის უნარი დააკარგვინა, რომელი უნარიც ღმერთის მიერ დადგენილი სამყაროს კანონების ცოდნას საჭიროებს. ახლა კი ვეცდები ახსნა ის, თუ როგორ კავშირში იმყოფება ნერვოზი ბედისწერასთან. უკვე წარმოდგენილი ცნობებიდან მისახვედრია ის, რომ ნერვოზი არის მდგომარეობა, რომელიც აბრკოლებს სულის პროგრამის ფუნქციონირებას. რაც შეეხება ჩვენი ბედისწერის პროგრამას, მას კი განაგებს ეს კანონი, ითხოვეთ და მოგეცემათ, რომელიც მოიცავს ორ ძირითად ურთიერთსაპირისპირო განყოფილებას, ღვთის წყალობისას და ღვთის რისხვისას. მანამ, სანამ მათ დავახასიათებ, მინდა კარგად ავხსნა ის, თუ რა იგულისხმება ითხოვეთ და მოგეცემათ კანონში. რადგან უამრავ ადამიანს ეს კანონი ისე ესმის, რომ ღმერთს უნდა სთხოვოს რაც სურს და მანაც ეს სურვილი უნდა აუსრულოს. სინამდვილეში კი ითხოვეთში იგულისხმება ის მოტივი, რომელსაც გრძნობები აღძრავენ და შემდეგ კი მისით ხდება ადამიანის საქმეობის განსაზღვრა. უფრო გარკვევით რომ ახსნა ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანის ქმედების აღძვრას ორნაირი საფუძველი უდევს: სიყვარულისა და ეგოიზმის გრძნობა. თუ რომელის და რა მისი ზომის გრძნობით არის აღჭურვილი ადამიანი, სწორედ ამის შესაბამისად ფუნქციონირებენ გრძნობის თვისებები და განუსაზღვრავენ ადამიანს ქმედების სახეობას. შემდეგ კი ბედისწერაც მის შესაბამისად გასჯის. რადგან გასჯა ადამიანში მყოფი გონების საზომით ხდება და ამიტომ თავის გონებას პიროვნება ვერაფერს დაუპალავს. აქვე მინდა ახსნა ეს კანონიც. ზოგჯერ წარმატება კაცის საზიანოდ არის, ზოგჯერ ზარალით შენაძენია და ზოგჯერ დამცირებასაც დიდება მოაქვს. როგორადაც უკვე მოგახსენეთ, ბედისწერაში განსაზღვრელი არის მოტივი. დაუშვათ, რომ ადამიანმა მემკვიდრეობით მიიღოს მატერიალური სიმდიდრე, მაგრამ უსინდისო გზით შეძენილი. მაშინ ეს შენაძენი მემკვიდრეს დააზარალებს მხოლოდ, მაგრამ თუ კი დაეკარგება ეს მემკვიდრეობა, ან და სულაც უარს სიტყვის მასზე და ქველმოქმედებას მოახმარს, ამით კი გადაურჩება უბედურებას და კეთილდღეობასაც პოვებს. ახლა კი აუცილებლად უნდა გავაკეთო მინიშნება ერთ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ეხება თანამედროვე პერიოდის ბავშვებსა და მოზარდებში ნერვოზით დაავადების მაღალ მაჩვენებელს. თავისთავად ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ ამჟამად კაცობრიობამ მიაღწია გენეტიკურ საუკუნეთა ბოლოშამს და დღეს სწორედ იმ შედეგის მომკაში ვართ, რაც ჩვენმა წინაპრებმა დადესეს. ამიტომ მკურნალობის იმ მეთოდს, რომელსაც ამ ნაწერით მოგთავაზებ და რომელიც ნერვოზის 100%-ით განკურნების მეთოდია, უდიდესი მნიშვნელობა აქვს მომავალი თაობების გადასარჩენად. იგი მდგომარეობს შემდეგში. როცა ნერვოზი დაავადებული არის პატარა ბავშვი, მისი განკურნება ხდება მშობლების მკურნალობის ნიადაგზე. თანახმად კანონისა, ბავშვი არის მშობლის სისხლისა და ხორცის მოზიარე და შვილები კი არ უნდა აგროვებდნენ სიმდიდრეს მშობელთათვის,
არამედ პირიქით მშობლების შვილებისათვის. აქ კვლავ შეგახსენებ წინა წიგნებით განმოცემულ ცოდნას ბიბლიის სიბრძნეთა ახსნის თაობაზე, რომ მათი სრულად ახსნა ნიშნავს სამ მასშტაბურ საზომში განხილვას. ამიტომ ბოლო კანონში სიმდიდრე არ ნიშნავს მხოლოდ მატერიალურ სიმდიდრეს, არამედ ნიშნავს კეთილ ნიჭებს და მათ შორის მთავარსაც, რაც ჯანმრთელობაა. ბავშვებსა და მშობლებს შორის ენერგეტიკული კავშირის სიმყარეს განაპირობებს სიყვარულის გრძნობა, რომლის სიძლიერეც დამოკიდებულია იმაზე, მშობელი თუ როგორ იცავს ღმერთის მიერ დაწესებულ კანონებს. თუ კი არ იცავს, მაშინ ასეთ მშობელში სიყვარულის გრძნობა ჩანაცვლებული აქვს ეგოიზმს, თუმცა იგი ამას ვერ ხვდება და ასეთ შემთხვევაში მისი შვილთან კავშირიც მდგომარეობს შვილისაგან სასიცოცხლო ენერგიის მიღებაში. საერთოდ მშობლის ხასიათი და განწყობა თუ კი როგორ კავშირშია შვილთან, ამის გარკვევა თავადაც შეგიძლიათ. თუ ხელში აიყვანთ თქვენს პატარას მაშინ, როცა გაღიზიანებული და აღელვებული ხართ, დაინახავთ, რომ ის დაიწყებს ჭირვეულობას ატირდება და სრულიად შესაძლებელია ტემპერატურამაც რომ აუწყიოს. ასევე მინდა აქვე მოგაწოდოთ ერთი ინფორმაცია, რომელიც ეხება მეტად მნიშვნელოვან მიზეზს იმისას, რამაც უდიდესი როლი შეასრულა იმ პროცესებში, რომლის შედეგადაც შესაძლებელი იქნა გადაგვარებულ თაობათა მიღების უამრავი შემთხვევა, რაც განსაკუთრებით მწვავედ აისახა ქართულ გენზე, იმიტომ რომ მასზე სულიერ შესაძლებლობათა მაქსიმუმის ჰქონა არის დაშვებული. ეს მიზეზი კი არის ნათლობად წოდებული ქმედებანი, რომელიც სინამდვილეში სრულიად საპირისპირო შედეგის მიღებას ემსახურება, ვიდრე ნათლისღებაა. ბიბლია ასეთ ინფორმაციას იუწყება მის შესახებ. ნათლისღება მხოლოდ ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის ღვთისათვის შეპირება. და რჯულის მიხედვით თითქმის ყველაფერი სისხლის წმიდავდება და სისხლის დაუღრელად არ ხდება მიტევება. როცა სწირავენ ძღვენთა და მსხვერპლს, მათ არ შეუძლია შემწირველი სინდისის სრულყოფა, რაც საჭმელ სასმელებით, განბანვის რიტუალებითა და ხორციელი წესებით დადგენილი იყო მხოლოდ გამოსწორების ჟამამდე. ქრისტე, კეთილი მომავლის მღვდელმთავარი, საკუთარი სისხლით შევიდა ერთხელ წმიდაში და მოგვიპოვა საუკუნო გამოსყიდვა. ამიტომ იგი არის ახალი აღთქმის შუამდგომელი. ის აუქმებს პირველს, რათა დაადგინოს მეორე. ამნებით ვართ ჩვენ გაწმენდილნი იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით. აღთქმა, რომელსაც ვამდერძებ მათი დღეების შემდეგ, ამბობს უფალი, მიუცემ ჩემ რჯულს მათ გულებს და ჩავწერ მათ გონებაში, ცოდვებსა და ურჯულობას აღარ გავუხსენებ. როგორც ხედავთ, ამ ცნობებიდან ნათლად ჩანს, რომ ქრისტემ კაცობრიობას დაუბლოკა წინაპართა ცოდვებისაკენ მიმავალი გზა და მისი ამ ქმედების შემდეგ დაბადებულ ყოველ ბავშვს კოსმოსიდან ეძლევა აღდგენილი კეთილსინდისიანი სული. ანუ ახალშობილი დაბადებითვე ნათლისღებულია და მისი ნათლია კი ქრისტეა. ასე რომ ვინც არასწორად ინფერბულების გამო უკვე მიმართა ეგრეთ წოდებულ ნათლობებს, ამ ცოდნის გამჟღავნების შემდეგ თუ კი საქმით არ მონენებს ამ ქმედებას, მაშინ მისთვის ამაოდ გაუწიავს ქრისტეს თავი. დაუკვირდით, რაც წეს ბიბლია ყოველივე ამის შესახებ, რომ არახწნადი ვერცხლით ან ოქროთი იქენეთ გამოსყიდული მამებისაგან განმოცემული ამაოგზისაგან, არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით. განა ამაზე მეტი განმარტება არის კიდევ საჭირო. ღმერთი ამ ცნობით ხომ პირდაპირ გეუბნება, რომ ქრისტეს შემდეგ დაბადებულნი გამოსყიდულნი ვართ წინაპართა შეცდომებისაგან. ანუ დაბადებითვე გვაქვს მოცემული კეთილი სინდისი, რისის შესნარჩუნებაც არის ჩვენი მოვალეობა. ამიტომ ამ კანონსაც დაუკვირდით. რაოდენ მძიმე სასჯელს დაიმსახურებს ის, ვინც გათელაძე ღვთისა და წმიდად არ მიიჩნია აღთქმის სისხლი, რომლითაც განეწმინდა და შეურაცხყო მადლის სული, რადგან ღმერთი ამბობს, ჩემი აქვს შურისგება და მე ვიუსყამ. და კიდევ უფალი განეკითხავს თავის ერთს, საშიშია ცოცხალი ღმერთის ხელში ჩავარდნა. მოდით კარგავთ ახსნათ ის, თუ რას ვუშავებთ ჩვენ შვილებს იმ რიტუალების ჩატარებით, რასაც ნათლობას უწოდებენ რელიგიის მსახურნი. როგორადაც უკვე მოგახსენეთ, ახალშობილს დაბადებისას კოსმოსიდან ეძლევა ნათელღებული სული, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი სინდისი კეთილია, რადგან გათავისუფლებულია წინაპართა ცოდვილი მემკვიდრეობისაგან იმით, რომ ქრისტეს მიერი მადლით მისი აზროვნება დაყენებულია ღმერთის მიერი გზის მიმართულებისაკენ.
უფრო სხვანაირად რომ ახსნა, ეს ნიშნავს იმას, რომ აღდგენილია კავშირი აზროვნებასა და გონებას შორის სრულყოფილ დონეზე. ვინაიდან აზროვნების განვითარების მიმართულების ის არის გასწორებულია გონებისკენ მიმავალ სწორ გზაზე, ეგრეთ წოდებული ნათლობის რიტუალის ჩატარებით ხდება ნათლია და მომნათლავად წოდებული პიროვნება და ენერგეტიკული ჩარევა ახალშობილის ველში, რაც ზემოქმედებს აზროვნების მიმართულების ისარზე და იწვევს მის გადახრას სწორი მიმართულებიდან იმ გრადუსიანი კუთხით, როგორი ენერგეტიკული ძალის მფლობელნიც არიან ნათლია და მომნათლავად წოდებული. აი ასე არასწორი ცოდნით ინფორმირების გამო მშობლები საკუთარი ნებით უმროდებენ შვილებს ცხოვრებისეული გზის დასაწყის და მერე კი წუწუნებენ მათ საქციელზე და უკვირთ, რატომ სცდებიან ისინი სწორ გზას ან რატომ ავადდებიან. რადგანაც ამ ცურწმენას ნათლობის რიტუალის აუცილებლად ჩატარების თაობაზე ღრმა დააქვს ფესვები გამდგარი საზოგადოებაში სატანის ხელმწიფობის ხანის დაშვების გამო, ამიტომ კიდევ უფრო გავამდიდრებ ამ ცოდნას ბიბლიის მოწმობის ხარჯზე. მე არ ვიცნობდი იმას, მაგრამ ვინც მომავლინა წყლის სანათლავად, მან მითხრა, ვიზეც დაინახო სული გადმომავალი დავანებული, ის არის სულიწმიდით ნათლის მცემელი. მე ვიხილე სულიციდან მტრედივით გადმომავალი, რომელმაც დაიმანა მასზე. მე დავინახე და დავამოწმე, რომ ის არის ძე ღვთისა. ეს არის იოანეს სახარებიდან. მისი სისაფსიდან მივიღეთ ყველა მადლისა წინ. ის აუქმებს პირველს, რათა დაადგინოს მეორე. ამნებით ვარ ჩვენ გაწმენდილი იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით. როგორც ხედავთ, ეს ცნობებიც ადასტურებენ იმას, რომ ქრისტეს სისხლის მსხვერპლად გაღებით მოხდა საკაცობრიო ნათლის ღება. ანუ მის შემდეგ დაბადებულ ყველა ახალშობილს კოსმოსიდან დაბადებისთანავე ეძლევა მადლით ნათელწებული სული. ახლა კი საჭიროდ მიმაჩნია დაკონკრეტება იმისა, თუ რას ნიშნავს ქრისტეს მიერ ადამიანთა ცოდვების წარხოცვა. სიტყვიერად ამას ყველა იმეორებს, მაგრამ თუ რაში მდგომარეობს მისი ღრმა მნიშვნელობა, მის შესახებ რეალობა ცხადყო ის, რომ ეს ცოდნა არ ყოფილა ცნობილი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნათლობები ასერიგად ვერ გაიდგამდა ფესვს კაცობრიობაში. არც გადაგვარებული თაობების მიღებას ექნებოდა ადგილი და აღარც ამდენი უბედურებების გადატანა მოუხდებოდა ადამიანებს. ამიტომ გთხოვთ ყურადღებას და პირველ რიგში კი გავახსენებთ ქრისტეს გენეალოგიას, რომელიც გადმოცემულია ლუკას მესამე თავში და ბოლოვდება ასე. იესო იყო მემკვიდრე შედისა ადამისა ღვთისა. ამ ცნობებიდან ნათლად ჩანს, რომ ბიბლია ღვთიური გენის მემკვიდრეებად მოიხსენიებს იესოს გენის წინაპარ წარმომადგენლებს. გარდა ამისა, იესოზე აცხადებს იმასაც, რომ სოფელი მის მიერ შეიქმნა და სოფელმა კი ვერ იცნო იგი. რაც მოწმობს იმას, რომ იესო ქრისტე იყო ედემელი და არა დედამიწელი, ადამის სულის მემკვიდრე, რასაც ადასტურებს ბიბლიის მორიგი ცნობაც. იოანე ამბობს იესოზე, ეს იყო ვიზედაც ვთქვი, ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო. ახლა კი მოვიშველიოთ გონება და ისე გავსაჯოთ. რადგანაც იესო ქრისტე ედემელი ადამის რეინკარნირებული სულით მოევლინა ამ ქვეყანას, ხოლო სული კი არის განმსაზღვრელი სხეულისა, ესე იგი ფაქტია, რომ ის ყოფილა ფესვი იმ გენეტიკური ხისა, რომლისგანაც წარმოვიშვით ჩვენ ყველანი. რაზედაც აშკარად აცხადებს ბიბლია, რომ მისგან წარმოიშვა კაცობრიობა, მაგრამ ადამიანებმა ვერ იცნეს იგი და იმიტომ ვერ იცნეს, რომ ეს ცოდნა არავის ჰქონდა. და ამიტომაც რელიგიებმა რაღაც ზებუნებრივ მოვლენად გამოაცხადეს მისი არსებობა დედამიწაზე. მას შესაძლოა ვინაიდან იესო ქრისტე იყო საკაცობრიო გენეტიკის ხისათვის ფესვი გენი, ამიტომ ცხადია, რომ მას შესწევდა უნარი მთელ კაცობრიობაზე გავლენის მოხდენისა. ხოლო რაც შეეხება ქართულ ენაზე მოფიქრალ გენს, ის კი არის საკაცობრიო გენეტიკური ხისათვის ღეროს ფუნქციის დახჭურვილი და სხვა დანარჩენი კი ტოტების ფუნქციისა. ვინაიდან სატანამ რელიგიების მეშვეობით მოახერხა ის, რომ მიეტაცებინა ადამიანთა რწმენა, ამიტომ მიექანება კაცობრიობა უსრულისაკენ ისე, რომ ამის შესახებ წარმოდგენაც კი არავის აქვს. ამიტომაც არ სურს არავის ჭეშმარიტების არც მოსმენა და არც შესმენა, რადგან რწმენის ჭეშმარიტების მაჩვენებელი სწორედ ნათლობის ფენომენს ეყრდნობა. სწორედ ამის მისაღწევად გაუყალბა მის შესახებ ცოდნა სატანამ ადამიანებს და თავიანთი ნებით გაამრუნდებინა საკუთარი შვილების ბედის გზა. ვინაიდან უკვე ძალიან შორს არის წასული ამ გაუკუღმართებული ქმედებით მომკილი შედეგები, ამიტომაც აუცილებლობა მოითხოვს ამ ცოდნის მხილებას და მდგომარეობის გამოსწორებას.
რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საყოველთაოდ ისეთი უმძიმესი შედეგების მომკას ექნება ადგილი, რომლის წარმოქმნაც კი ახლა არავის შეუძლია. ამისათვის ვეცდები, რომ ისეთი მარტივი ფორმით ახსნა ნათლობის არსი, რომ საყოველთაოდ გასაგები იყოს. მაშასადამე, როგორც ბიბლია განმარტავს, ნათლობა მხოლოდ ხორციელი ჭურჭლის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის ღვთისადმი შეპირება. რაც შეეხება ხორციელ ჭურჭლს, ცნობილია, რომ ის ცოდვებია და კეთილი სინდისიც ცოდვებისაგან გათავისუფლებული სინდისია. ხოლო ცოდვებისაგან გათავისუფლებას კი საქმით მონანიება სჭირდება. ღვთისადმი შეპირებას კი იმის მტკიცედ გადაწყვეტა, რომ ცოდვის ჩადენას აღარ ექნება ადგილი, რაც აუცილებლად საქმით უნდა დადასტურდეს. ახლა ვსვამ ასეთ კითხვას. რა ცოდვებისაგან ათავისუფლებენ ეგრეთ წოდებული მომნათლავი თუ ნათლია უცოდველ ბავშვს? ანდა ვისა აქვს უფლება ბავშვის მაგიდვად რაიმე სახის დაპირება გააკეთოს? რომ გაიძახიან ეგრეთ წოდებული სასულიერო პირები, ჩვენ შრომავლები ვართო. ვის წინაშე არიან შრომავლები? თუ ღმერთს გულისხმობენ, ბიბლია ხომ იუწყება იმას, რომ ქრისტეს მოვლენების შემდეგ ადამიანსა და ღმერთს შორის შრომავალი არის მხოლოდ ქრისტეს მოწყვლების მიმღეობა და მისი საქმით დაცვა და მეტი არც არავინ და არც არაფერი. ხოლო რაც შეეხება ადამიანსა და ქრისტეს შორის შრომავლობას, ასეთი რამ კი ღმერთს არ დაუდგენია და ვერც ვერავინ დაამტკიცებს ამის საწინააღმდეგოს. გარდა ამისა, იმაზეც ხომ საჭიროა დაფიქრება, რომ შრომავალი განა უფრო ახლოს არ უნდა იყოს მასთან, ვის შრომავლადაც თავს აცხადებს, ვიდრე ის, ვისაც შრომავლობს. როგორ ფიქრობთ, ღმერთთან სიახლოვე რას ნიშნავს? თუ არა უცოდველობას? აბა დაფიქრდით, ვინ არის უფრო უცოდველი, ბავშვი თუ ის მღვდელია და ის ნათლია, რომელსაც მშობელი ირჩევს? დაფიქრდით ყოველივე ამაზე და ვიმედოვნებ, რომ არ უნდა გაგიჭირდეთ სიმართლის შეცნობა. ახლა კი დაუბრუნდები მთავარ თემას ნერვოს და გაგახსენეთ ბიბლიურ ამ კანონს. სიმართლე საქმებით მართლდება. განა მეტი გამართლება რაღა გინდათ იმისა, რაც მოგახსენეთ. შეხედეთ ამ ნათლობის შედეგებს. რომელ რიტუალებსაც რელიგია უწოდებს ნათლობას. მისი მომკილი ხომ აშკარად სახელზეა. მრავალფეროვნად გადაგვარებული თაობათა ნაკადები. მასობრივი მონაპოვარი ნერვოზი და ყოველი ამის ზემონაპოვარი კი ახალგაზრდების მიერ ჩადენილი ის თვითმკვლელობები და ერთმანეთის მკვლელობები, რამაც სამწუხაროდ უკვე სისტემატიური ხასიათიც კი მიიღო. ასევე ბავშვთა და მოზარდთა მიმართ უბედურებისა და სიკვდილიანობის შემთხვევების სიმრავლე. აი ეს შედეგი მოიმკა ადამიანთა მოდგმამ იესო ქრისტეს მიერ საყოველთაო ნათლიობაზე უარის თქმით, რაც მოიტანა იმ გაყოფის გზით სიარულმა, რომელიც გაყოფაც სატანამ მოახერხა ადამიანურ აზროვნებაში და ღმერთის მიერ ერთარსად ქცეული სხეული და სული ადამიანურმა განსჯამ სასულიერო და საერო სფეროდ დაანაწევა. სამწუხაროდ ადამიანს არ ეყო ჭკუა საიმისოდ, რომ სული და სხეული არ გაემიჯნა ერთმანეთისაგან. ფიქრობ, მეტის დაწერა აღარ არის საჭირო ამაზე, რადგან რეალობამ უკვე ფაქტებით დაადასტურა, თუ როგორ ძნელად საზიდი ყოფილა ამ გაყოფის გზით სulis სიმძიმე. ახლა კი მოგაწოდებთ იმ ცოდნას, რომელიც მისი მიღების ბრძოლას განკურნავს იმ ვერაგის სენისაგან, რასაც ნერვოზი ჰქვია. საამისოდ კი უპირველეს ყოვლისა საჭიროა მივმართო ბიბლიას. აი რას გვეუბნება იგი. როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში. ჩაკეტე კარი და ილოცე დაფარლულში მყოფი შენი მამისადმი. და შენი მამა, რომელიც დაფარლულში ხედავს, მოგისყავს შენ, ხოლო ლოცვის დროს ნუ ილაპარაკებს ზედმეტ. და ზედმეტი ლაპარაკი რომ თავიდან აიცილოთ, ამიტომ გაცნობებთ იმ ლოცვას, რომელზედაც არის მინიშნება ბიბლიის გამოცხადებაში. დიდება ღმერთო, უფალო, უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მადლიერი ვარ, უფალო, მადლიერი. ამინ. აი ეს ლოცვა გაიმეორეთ მრავალჯერ და იმდენჯერ, სანამ თქვენს აზროვნებას არ გაახსენდება ის ქმედება, რომელიც როდესღაც ჩაიდინა და იმ მომენტში ისე ჩათვალეთ, რომ სწორად მოიქეცით. მაგრამ ახლა კი, როცა თქვენ მიერ ჩადენილ ქმედებას განიხილავთ იმ კანონების ფონზე, წიგნ ბერისწერის კანონმდებლობაში, რომ არის წარმოდგენილი და არის ადამიანის ქცევის შემფასებელი, მიხვდებით, რომ შეცდომა დაგიშვიათ. ჩაუღმავდით თქვენი ქცევის გასჯას. კარგად შეიმეცნეთ მისი არსი და მოინანიეთ, რაც იმას გულისხმობთ, რომ სამუდამოდ უნდა თქვათ უარი მსგავსის ჩადენაზე.
თუკი თქვენანიება მართლაც გულწრფელი იქნება, მეორე დღესვე მოხდება თქვენი შემოწმება მსგავსო ფაქტის წინაშე დადგომით და თუ ამ გამოცდას ჩააბარებთ, მაშინ სული დაადასტურებს თქვენი მონანიების სიწრფელეს. მისი გამოვლინებაც შემდეგნაირად მოხდება. თქვენი სხეულის რომელიმე ნაწილი დაიწყეს უნებლიე მოძრაობას. შესაძლოა უცნაური ხმაც გამოსცეთ. ან შეიძლება თვალების გუთუց და ხშირი მოძრაობას დაგეწყოთ და ან დასახეს მიმიკური კუნთების დამანჯვა. ნუ შეგეშინდება და ნუ ეცდებით ამ მოძრაობათა ძალით შეკავებას, მიიღებით მანამ სანამ თვითონვე არ შეჩერდება. ეს ქმედებები დასტურია იმისა, რომ თქვენში არსებული ღვთის სასუფევამდე დაკონტაქტება შესწელით და თქვენმა სულმაც მიიღო მონანიება და გონებამ გასცა ბრძანება იმისა, რომ სხეულში ცოდვის შედეგად დაფიქსირებული გენური კოდის უარყოფითი ჩანაწერი წაშლილიყო. რომელი ბრძანებაც სრულდება ვეგეტატიური ნერვული სისტემით გატარებული აქცნების მისვლით მოქმედების განმახორციელებელ კუნთოვან სისტემამდე. ყოველივე ეს კი სხვა არაფერია თუ არა აზროვნების დაკავშირება გონებასთან. რითაც მოხდა ის, რომ რომელიც ცოდვაც მოინანიეთ, იმ ცოდვის ჩადენის გამო ჩაკეტილი გონების ნაწილი გაიხსნა. ამასაც დავწერთ, რომ შესაძლოა ეს პროცესი წილის დროს განვითარდეს, რასაც სიფხიზლეში აუცილებლად იგრძნობთ ინტუიციის მეშვეობით. კოდ დაიმახსოვროთ. რადგან დაიწყეთ, აღარ უნდა შეჩერდეთ და ეს ლოცვითი ქმედებანი ჩაატაროთ ყოველდღე იმდენჯერ, რამდენჯერაც ამას შესძლებთ და ნახავთ, რომ კეთილ შედეგს ყოველდღურად მოიმგით. რაც გამოიხატება იმით, რომ თქვენი გონება დაიწყებს გახსნას, ანუ გაღვიძებას. და რასაც ადრე არასწორად აფასებდით, უკვე შესძლებთ მის სწორად შეფასებას. ამას კი მოყვება სასიკეთო ცვლილებები თქვენს ბედის წერაში, ჯანმრთელობის გამოსწორება, შეუცნობელი შიშის დაძლევა, სიცოცხლის ხალისის დაბრუნება, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, პესიმიზმის ოპტიმიზმის ჩანაცვლება, რაც მივა იმ დონემდე, რომ ასეთი შეგრძნება და გეუფლებათ, თითქოს ხელახლა დაიბადეთ. რითაც გახდებით ამ კანონის აღსრულებელი. ვინც ხელახლა არ იშვება, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს. ხოლო შემდეგ კი თუ გეინებებთ, ამ კანონის აღსრულებელიც გაცოცხლდნენ და მეფობდნენ ქრისტესთან ერთად 1000 წელს. მინდა დავძინო ისიც, რომ ბიბლიის კანონები დაწერილია დედამიწაზე სამოქმედოდ და არა საიქიოსათვის. ვინაიდან განა ღმერთი ანდობს ისეთ არსებებს სამყაროს მართვას, რომელიც იმას მოახერხებენ, რომ გამოსაცდელ ადგილას შექმნან სამოთხის მსგავსი ცხოვრება. ცხადია, რომ არა. ამიტომ ჯერ აქ დედამიწაზე უნდა შექმნას გონიერმა ადამიანებმა სამოთხისებრი ცხოვრება და მხოლოდ ამის შემდეგ დართავს მათ ღმერთი იმ სამყაროში ტელეპორტირების უფლებას, რომლის სამართავადაც შექმნა მან ადამიანი. ღმერთისათვის გამოცდის ჩაბარება კი საქმით ხდება და არა მხოლოდ სიტყვიერად.